الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم اقرأ باسم ربك الذي خلق صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم اللهم انفعني بما علمتني وعلمني ما ينفعني وزدني علما صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეო, ჩვენი დღევანდელი ხუთბის თემა იქნება ცოდნა, რომელიც არის გამჩენის და ჭეშმარიტების შემეცნების ერთადერთი გზა. ჩვენი დიადი სარწმუნოება, ისლამი, ცოდნის შეძენას ქალსა და მამაკაცს ერთნაირად სავალდებულოდ უდგენს. ცოდნა ადამიანს საკუთარი თავისა და გამჩენის შეცნობას და მისი შექმნის მიზნის გააზრებას ასწავლის. ზემოთ წაკითხულ აიათი ქერიმეში გამჩენელმა შემდეგი გვამცნო: იკითხე, ისწავლე შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა ეს ყველაფერი. ეს აიათი გვაუწყებს, რომ ცოდნა უნდა მოვიპოვოთ ალლაჰის სახელით და მხოლოდ მისი წყალობისა და კმაყოფილების მოპოვებისთვის უნდა განვისარჯოთ. ძვირფასო ჯემაათ, ისლამში ცოდნა მხოლოდ პროფესიის, კარიერის და ამქვეყნიური სარგებლის მიღების გზა არ არის. ცოდნის საფუძველი, რომელსაც გამჩენი ალლაჰი გვიბრძანებს და რასაც შუამავალი მუჰამმედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ჩვენთვის გზამკვლევია, არის შემდეგი და უნდა მოგვცეს ეს სარგებელი. ცხოვრების ცენტრში ყურანის დაყენება, გულებში ალლაჰისა და მისი შუამავალის სიყვარული, გამჩენისადმი მოკრძალება და გაჩენილებისადმი სიკეთე, ძალადობის ნაცვლად სიყვარულის დამკვიდრება, სიძულვილის ნაცვლად წყალობის გავრცელება, მტრობისა და ზიზღის ნაცვლად ურთიერთპატივისცემის დამყარება, მორწმუნე ზნეობრივი და ღირსეული თაობების აღზრდა. ძვირფასო მუსლიმებო, ჩვენ ცოდნის ღირებულება უშუალოდ შუამავალისგან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამისგან ვისწავლეთ, რომელიც შემდეგს ბრძანებს: ინნამა ბუ'ითუ მუალიმან, მე მხოლოდ მასწავლებლად წარმოვიგზავნე. მეკურ თულ პერიოდში დარულ ერქამი ცოდნის სკოლად გადააქცია ალლაჰის შუამავალმა, ხოლო მედინაში პირველივე დღიდანვე მესჯიდი ნებევი სიბზნის აკვნად აქცია. შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ხადის შერიფში შემდეგს გვამცნობს: კუნ ალიმან აუ მუტაალიმან აუ მუსტამიან აუ მუჰიბბან ვალა თაკუნ ხამისა ფათუჰლიკა. იყავი მასწავლებელი, ან მოსწავლე, ან მსმენელი, ან ცოდნის მხარდამჭერი. მეხუთე არ იყო, რადგან წარიწყმიდები. ასევე ერთ-ერთ ხადის შერიფში შემდეგს გვამცნობს: მან სალაკა ტარიკან ილტამისუ ფიჰი ილმან საჰალა ალლაჰუ ლაჰუ ტარიკან ილალ ჯანნა. ვინც ცოდნის შეძენის სურვილით გზას დაადგება, გამჩენი მას სამოთხისკენ მიმავალ გზას გაუიოლებს. აქედან გამომდინარე, ყოველი მასწავლებელი, რომელიც შუამავალ მუჰამმედს წინამძღვრად იდგენს, ცოდნასა და სწავლებაში დახარჯული დრო მისთვის ღვთისმსახურებად ითვლება. მან მოსწავლეები გამჩენის ამანათად უნდა ჩათვალოს და მათ პირველ რიგში ღვთისა და რელიგიის წმენა უნდა ასწავლოს. შემდეგ კი სამართლიანობის, წყალობის, ზნეობის, ჰალალისა და ჰარამის ცნობიერების საფუძველზე ნამდვილი ადამიანის ზნეკეთილი მორწმუნის გზას უნდა დააკენოს. ძვირფასო მორწმუნეო, დღევანდელი პრობლემების ძირითადი საბაბი არის შემდეგი, რომ ჩვენ შვილები ვერ აღზარდეთ ისე, როგორც ამას გამჩენი გვიბრძანებს და როგორც შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი გვასწავლის. სამწუხაროდ დღეს
ზოგიერთი ახალგაზრდა მცირე ასაკშივე დამოკიდებულების ხაფანგში ხვდება. ზოგი ვირტუალური აზარტული თამაშებში იძირება, ზოგი ცრუ იდეებისა და ფიქრების დამახინჯებული მიმდინარეობის სვერპლია, ზოგი თანატოლთა ძალადობის შეხვეზი ტანჯება, ზოგი კი მოდისა და ბრმა მიბაძვის გამო იკარგება. ბევრი ბავშვი, რომელსაც მშობლები და საზოგადოება ზნეობრივი ღირებულებების მიხედვით არ ზრდის და ბოროტის ხელში ტოვებს, საბოლოოდ დანაშაულის ჩადენისკენ არის მიდრეკილი. ალლაჰის შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ამ თემასთან დაკავშირებით აშკარად შეგვაგონებს: მა ნაჰალა ვალიდუნ ვალადაჰუ მინ ნაჰლინ აფდალა მინ ადაბილ ჰასან. არც ერთ მშობელს, არც ერთ დედმამას იმაზე უკეთესი არაფერი დაუტოვებია, ვიდრე საუკეთესო ზნეობა. ძვირფასო მორწმუნერო, განათლების მეორე საყრდენი ოჯახის შემდეგ სკოლაა. თუ ოჯახსა და სკოლაში სიყვარული, პატივისცემა და მოთმინება არ ისწავლება, ეს ქუჩაში სიძულვილად, ძალადობად და ძალმომრეობად გარდაიქმნება. თუ სამართლიანობა, წყალობა და ზრდილობა არ ჩაენერგა ახალგაზრდას, ეს საზოგადოებაში უსამართლობას, არეულობას და უზნეობას გამოიწვევს. ამიტომ გაუფრთხილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს, გაუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს, რომლებიც გამჩენმა ჩვენ ამანათად მოგმადლა და გავაცნოთ მათ შუამავალ მუჰამმადი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ზნეობა, რომელიც ბრძანებს ინნამა ბუ'ითუ ლიუთამმიმა სალიხალ ახლაყ. მე მოვევლინე, რათა დედამიწაზე სრულყო ზნეობა. ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ განასხვაონ კარგი ბოროტისგან, მართალი მცდარისგან, მათ სწორად აღზრდაში ოჯახმა, სკოლამ და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა იტვირთოს პასუხისგებლობა. წელს მუჰამმად შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის დედამიწაზე მოვლენებიდან უკვე 15 საუკუნე გავიდა. ჩვენი ვალია, რომ შუამავლის ცხოვრება და ყურანი უფრო მეტ ახალგაზრდას შევაყვაროთ. გამჩენს შევებედროთ, რომ ახალი სასწავლო წელი, რომელიც უნივერსიტეტებში ზოგან დაიწყო და სკოლები 15 სექტემბერს დაიწყება, ასევე ჩვენი რელიგიური სასწავლებლები, ათასობით ჩვენ შვილები სასწავლო დაწესებულებებს დაუბრუნდება, სიკეთითა და სარგებლით აღსავსე ყოფილიყოს, როგორც ჩვენი ოჯახების, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ხუტბა მინდა დავასრულო შუამავალი მუჰამმადი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის იმ ხადისით, რომელიც დასაწყისში წავიკითხე. მერთო სამყაროთა სასარგებლოდ დამიდგინა ის, რაც მასწავლე. მასწავლე მომმადლე ძალა ვისწავლო ისეთი ცოდნა, რაც სარგებელს მომიტანს და გამიღმავე ცოდნა. ألا إن أحسن الكلام وأبلغ النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون. استعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام.